ამის შემდეგ იესო გალილეაში დადიოდა, რადგან იუდეაში არ სურდა სიარული, რა კი იუდეველნი მოსაკლავად დაეძებდნენ მას. ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული კარვობისა. მაშინ მისმა ძმებმა უთხრეს მას: წადი აქედან და მიდი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმეები, რომელთაც აკეთებ, რადგან ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რა კი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე წუთის სოფელს. რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი. ამაზე იესომ უთხრა მათ: ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი მუდამ მზადაა. წუთის სოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება. მე კი ვძულ ვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები გოროთ. თქვენ ადით იმ დღესასწაულზე. მე კი ჯერ არა ვალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა. ეს რომ უთხრა, დარჩა გალილეაში. მაგრამ როდესაც მისი ძმები დღესასწაულზე ავიდნენ, მაშინ თვითონაც ავიდა, მხოლოდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად. იუდეველნი კი ეძებდნენ მას დღესასწაულზე და ამბობდნენ: სად არის? ხალხში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მას. ერთნი ამბობდნენ: კეთილია იგი. მეორენი კი ამბობდნენ: არა, ხალხსაც დუნებს. ოღონდ ცხადად არავინ არ ლაპარაკობდა მასზე, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ. მაგრამ შუა დღესასწაულზე ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა. გაუკვირდათ იუდეველებს და თქვეს: და როგორ იცის წერილები, როცა არ უსწავლია? მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინე. ვისაც სურს აღასრულოს მისინება, იგი შეიტყობს ამ მოძღვრებას. ღვთისაგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ. ვინც თავისით ვლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს. ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში. განა მოსემ არ მოგცათ რჯული, მაგრამ არც ერთი თქვენთაგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად? მიუგო მას ხალხმა. ეს შმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად? უთხრა მათ იესომ: ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ. მოსემ მოგცათ წინადაცვეთა, თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანა და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს. თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაირღვეს, მე რაღაც მირისხდებით იმის გამო, რომ შაბათს კაცი მთლიანად გამკურნე. ნუ განსჯით შეხედულებით, არამედ სამართლიანი მსჯავრით განსაჭრით. ზოგიერთი იერუსალიმელი ამბობდა: ეს ის არაა მოსაკლავად რომ ეძებენ. აჰა, იგი აშკარად ლაპარაკობს და ვერაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ თავრები, რომ იგი ნამდვილად ქრისტეა? მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით საიდანაცაა იგი. ხოლო ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება იგი. მაშინ იესომ ასწავლიდა რა ტაძარში შესძახა და თქვა: მეც მიცნობთ და ჩემი წარმომავლობაც იცით. ჩემით არ მოვსულ ვარ, მაგრამ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა. ამიტომ ეძიებდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო მას, რადგან მისი ჟამი არ იყო მოსული. ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი და თქვა: როცა ქრისტე მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა. ფარისევლებმა მოისმინეს ხალხის ასეთი მითქმა-მოთქმა მასზე და მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა. იესომ კი თქვა: მე კიდევ მცირე ხანს ვარ თქვენთან და წავალ მასთან, ვინც მე მომავლინა. ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით,
სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალ. იუდეველებმა ერთმანეთს უთხრეს: სად წავა იგი, რომ ვერ ვიპოვოთ? საბერძნეთში განთესილებთან ხომ არ წავა, რათა ბერძნებს ასწავლოს. ეს რა სიტყვაა, რომელიც თქვა: ძებნას დამიწყებ და ვერ მიპოვით. სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო. დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: თუ ვინმე სწურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას. ვისაც შემისწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი მუცლიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები. ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო სული, რაგი იესო ჯერ განდიდებული არ იყო. ხალხიდან ბევრმა ამ სიტყვების მოსმენისას თქვა: ეს ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია. სხვები ამბობდნენ: ეს ქრისტეა. სხვები კი ამბობდნენ: განა გალილეიდან მოვა ქრისტე? განა წერილი არ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო. და ჩამოვარდა ხალხში განხეთქილება მის გამო. ზოგიერთ მათგანს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა. მსახურნი მივიდნენ მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან. მათ კი უთხრეს: რატომ არ მოიყვანეთ იგი? მსახურებმა უპასუხეს: არასოდეს კაცისი არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს. ფარისევლებმა უთხრეს: თუ თქვენს გაცდუნათ, თუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმე მიწამა იგი, მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია. უთხრა მათ ნიკოდემოსმა, რომელიც ღამით მივიდა მასთან და ერთი მათთაგანი იყო. განაზდეებს მსჯავრს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რაც მან ჩაიდინა. უპასუხეს მას: შენს გალილეიდან არ ახარ? გამოიკულიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება. ყველანი თავიანთ სახლებში წავით წამოვიდნენ. იესო ზეთის ხილის მთისკენ გაემართა. დილით კვლავ მივიდა ტაძარში. მთელი ხალხი მასთან მივიდა, დაჯდა და ასწავლიდა მათ. წიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც რუშობაზე წაესწროს და შუაში ჩაიყენეს. უთხრეს მას: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული. მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო ასეთების ჩაქონა. შენ რაღაცით. ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა მისი საწინააღმდეგო ბრალდება ჰქონოდათ. მაგრამ იესო ძირს დაიხარა და მიწაზე თითით წერდა. რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, გასწორდა და უთხრა მათ: ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა. კვლავ დაიხარა და განაგრძო წერა მიწაზე. მოისმინეს რა სინდის მხილებულებმა სათითაოდ გაიკრიბნენ, უხუცესებიდან დაწყებული დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი. გასწორდა იესო, ვერ დაინახა ვერავინ.
იმ დედაკაცის მეტი და უთხრა მას. დედაკაცო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდომს ჯავრი? მან უპასუხა. არავინ, უფალო. იესომ უთხრა. არც მე გდებ მჟავრს. წადი და ამიერიდან ნუ ღარ სცოდა. იესო კვლავ ეუბნებოდა და უთხრა მათ. მე ნათელი ვარ წუთი სოფლისა. ვინც წამომყვება ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას. ფარისევლებმა უთხრეს. შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე. შენი მოწმობა არაა ჭეშმარიტი. იესომ მიუგო მათ პასუხად. მე თუ ჩემ თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ ხორცის მიხედვით განსჯით, მე კი არავის არ განსჯი. მე თუ განსჯი, ჩემი მჟავრი ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მე მომავლინა. თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია. მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამა, რომელმაც მე მომავლინა. მაშინ კითხეს მას. სად არის მამა შენი? იესომ უპასუხა. არც მე მიცნობთ, არც მამა ჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამა ჩემიც გეცნობებოდათ. ეს სიტყვები წარმოთქვა იესომ საგანძურთან, როცა ტაძარში ასწავლიდა. ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი. მან კვლავ უთხრა მათ. მე მივდივარ. თქვენ ზებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენ სოდვაში დაიხოცებით. სადაც მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ. იუდეველებმა თქვეს. თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს. სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლასო. უთხრა მათ. თქვენ ქვენანი ხართ. მე კი ზემოთიდან ვარ. თქვენ წუთისოფლისანი ხართ, მე კი წუთისოფლისა არა ვარ. ამიტომ გითხარით, თქვენ სოდვებში დაიხოცებით მეთქი. რადგან თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე სოდვებში დაიხოცებით. მაშინ უთხრეს მას. ვინ ხარ შენ? იესომ უთხრა მათ. რას გეუბნებოდით თავიდანვე? ბევრი მაქვს თქვენზე სალაპარაკო და სამჟავრო, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ წუთისოფლზე. ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ. ამიტომ უთხრა მათ იესომ. როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ. ვინც მე მომავლინა ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო. როცა ამბობდა ამას, ბევრმა ირწმუნა იგი. მაშინ იესომ უთხრა იმ იუდეველებს, რომლებმაც იგი ირწმუნეს. თუ ჩემ სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. მიუგეს მას. ჩვენ აბრაამის შთამომავლნი ვარ და არასოდეს არავისი მონები არ ყოფილვარ. როგორ გაამბობ თავისუფლები გავხდებითო? იესომ უპასუხა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონა. მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ, ძე რჩება საუკუნოდ. ამიტომ თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით. ვიცი რომ აბრაამის შთამომავლნი ხართ, მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამა ჩემთან ვნახე. თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც მამა თქვენთან მოისმინეთ. მიუგეს და უთხრეს მას. ჩვენი მამა აბრაამია. იესომ უთხრა. თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით. ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისაგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია. თქვენ მამა თქვენის საქმეებს აკეთებთ. უთხრეს მას. ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ. ჩვენ ყავს ერთი მამა, ღმერთი. იესომ უთხრა. ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი,
მაშინ გეყარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულ ვარ, არამედ მან მომავლინა. რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა. თქვენი მამა არის ეშმაკი და მამა თქვენის გულის თქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა. ხოლო რა კი მე ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, არ გწამთ ჩემ. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არ გწამთ ჩემი? ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არ ახართ. მაშინ იუდეველებმა მიუგეს და უთხრეს: განა კარგად არ ვამბობთ, რომ შენ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში. მიუგო იესომ: ჩემში არაა ეშმაკი, არამედ მე პატივს ვცემ მამა ჩემს, თქვენ კი უპატიო მყოფთ მე. თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და მჟარუნდებელი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ვინც ჩემს სიტყვას იცავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე. იუდეველებმა უთხრეს: ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკი ყოფილა შენში. აბრაამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცდნენ. შენ კი ამბობ, ვინც ჩემს სიტყვას იცავს, არ იგებებსო სიკვდილს უკუნისამდე. განა შენ მამა ჩვენ აბრაამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა. წინასწარმეტყველნიც დაიხოცდნენ. რა გგონია შენი თავი? მიუგო იესომ: მე თუ ჩემ თავს განვადიდებ, ჩემ დიდება არაფერი. მე განმადიდებს მამა ჩემი, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო. თქვენ ის ვერ შეიცანით, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი რომ არ ვიცნობ მას, თქვენისთანაც სრულ ვიქნები, მაგრამ ვიცნობ მას და ვიცავ მის სიტყვას. აბრაამს, მამა თქვენს, უხაროდა რომ იხილავდა ჩემს დღეს, იხილა და გაიხარა. უთხრეს მას იუდეველებმა: ჯერ 50 წლისაც არ ახარ და აბრაამი გინახავ? უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ. მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაკოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან.